აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თანამშრომელთა ატესტაცია დაიწყო, რომელსაც აღნიშნულ უწყებაში მომუშავე 44 თანამშრომელი გაივლის. საჯარო მოხელის კანონსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით გასაუბრებას საჯარო მოხელეები 2 დღის განმავლობაში გაივლიან. დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ამისათვის აუცილებელია მოხელემ 3 წელიწადში ერთხელ გაიაროს ატესტაცია. კითხვებს რაც შეეხება ძალიან შესაბამისი იყო საქართველოს კანონმდებლობისა, ძირითადად კონსტიტუციიდან, საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან და აგრეთვე პროფესიულ საქმიანობიდან გამომდინარე. საატესტაციო კომისიაში არიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი. საზოგადოებრივ ორგანიზაციების ჩართვა ეს პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არა მხოლოდ გარედან უნდა დააკვირდა პროცესი, არამედ უნდა მიიღოს შიგნით მონაწილეობა და თუნდაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რომ მონაწილეობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მის ამ პროცესების გამჭვირვალობაზე და ეფექტურობაზე. უშუალოდ რაც შეეხება ატესტაციას, აქ ჩემი მხრიდანაც და უშუალოდ კომისიის წევრების მხრიდან ხდება არა მხოლოდ იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, როგორც არის კანონმდებლობაზე აქცენტის გაკეთება, ამავე დროს მათი საქმიანობის შეფასება. საატესტაციო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, როგორც მან განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კი სამინისტროს თანამშრომლები საატესტაციო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, მათ გააფრთხილებენ 1 თვის შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვენ. ვაკანსიაზე კი კონკურსი გამოცხადდება. იქ არის 3 პოზიცია, პირველი როცა მოხელი აკმაყოფილების მოთხოვნებს ექვემდებარება დაწინაურებას, მეორე პოზიცია არის როცა აკმაყოფილების მოთხოვნებს, მესამე როცა ის ნაწილობრივ შეესაბამება, თუ არ შეესაბამება მოხელე ამ კვალიფიკაციას, ჩვენ ის კანონის შესაბამისად მიიღებს გაფრთხილებას განთავისუფლების შესახებ გამოცხადდება ამ თანხმზე კონკურსი და კონკურსის შესაბამისად მოხდება შემდგომში მოხელის შერჩევა. დღეს გასაუბრება ადმინისტრაციული საქმის წარმოების ჯანმრთელობის დეპარტამენტისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელმა გაიარა. ატესტაციის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.